პირველად შინაგან საქმეთა სამინისტროში შემუშავდა და საზოგადოებას წარედგინა სისტემის განვითარების მთელი წლის სტრატეგია, რომელიც მთლიანად მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და უფლებების დაცვაზეა მორგებული. მოხდა სისტემის დეპოლიტიზირება. განხორციელდა სამინისტროს რეორგანიზაცია, რის შედეგადაც გაუქმდა სოდი და კუდი, რომელთა ბაზაზე ჩამოყალიბდა სამი ახალი სტრუქტურული ერთეული: სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტო, ცენტრალური კრიმინალური პოლიცია და ანტიკორუფციული სააგენტო. შემუშავდა სხვადასხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები, მათ შორის პოლიციის შესახებ კანონი, ეთიკის კოდექსი, საგზაო მოძრაობის შესახებ კანონპროექტი. განახლდა სამინისტროს ვებგვერდი www.polis.g, რომელიც უზრუნველყოფს უწყების გამჭვირვალობას. ამუშავდა მობილური აპლიკაცია და SOS-ღილაკი, რომლის საშუალებითაც ნებისმიერ წერტილში მთელი ქვეყნის მასშტაბით შესაძლებელია პატრულის დახმარების მიღება. სამინისტროს ავტოპარკების მთავარი შენაძენია ვერტმფრენი, რომელიც 24 საათის განმავლობაში მოახდენს საჰაერო პატრულირებას. საპატრულო პოლიციის ავტოპარკს თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებებით, GPS სისტემითა და ბორტკომპიუტერებით აღჭურვილი ახალი მოდელის 360 მანქანა შეემატა. სხვადასხვა სამსახურებს გადაეცათ მოტოციკლები, მინიკუპერები, ელექტრომობილები, კატერი და სპეცმანქანები. გრძელდება მუშაობა შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ახალ სასწავლო პროგრამებზე. გაუმჯობესდა აკადემიის ინფრასტრუქტურა და კეთილმოეწყო ტერიტორია. პრაქტიკული გამოცდილების გაღრმავების მიზნით აკადემიის პერსონალისთვის ტარდება მიზნობრივი ტრენინგები ყველა საჭირო მიმართულებით. პირველად გაიმართა ოპერატიული შემადგენლობის ტესტირება. უცხოელი ექსპერტების დახმარებით სხვადასხვა ქვედანაყოფი წლის განმავლობაში კვალიფიკაციის სასამაღლებელ კურსებს გადიან. სამინისტროში სტაჟირება გაიარეს სტუდენტებმა. მათი ნაწილი სხვადასხვა სამსახურებში დასაქმდა. წლის ბოლომდე დაგეგმილია პოლიციის და სამხარეო მთავარი სამმართველოს ადმინისტრაციული 100-მდე შენობის სამშენებლო სარემონტო სამუშაოების დასრულება. მიმდინარეობს სპეციალური დანიშნულების რაზმების ბაზების რემონტი. უკვე აღდგენილია 6, ხოლო წლის ბოლომდე დაგეგმილია 4 სათვალთვალო კოშკურის აღდგენა. ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით სამინისტრომ შეიძინა რამდენიმე ათეული საცხოვრებელი კონტეინერი და მესაზღვრეებისთვის საგუშაგო ჯიხურების მოწყობა დაიწყო. საგანგებო სიტუაციების ეფექტური მართვის მიზნით მესტიასა და ყაზბეგში შეიქმნა და დაკომპლექტდა სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამმართველოები, რომლებსაც გადაეცათ საჭირო ინვენტარი და ტექნიკა. ასევე ამავე რეგიონებში დასრულებულია სამაშველო სამსახურის შენობების მშენებლობაც. სამინისტრო ფარავს თანამშრომელთა და მათი ოჯახების წევრების გადაუდებელი მკურნალობის ხარჯებს როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთაც. ყველა მრავალშვილიან თანამშრომელს დაუწესდა ყოველთვიური დანამატი. ასევე ერთჯერად დახმარებას იღებენ ქორწინების ან შვილის შეძენის შემთხვევაში. მთლიანად შეიცვალა საპატრულო პოლიციის უნიფორმა. ოფიცრები აღიჭურნენ სამხრე ვიდეოკამერებით და ახალი პრომილეს მზომი ალკოტესტებით, რომლებსაც ბეჭდვის ფუნქცია აქვთ. რებრენდინგი განიცადა შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაქვემდებარებული ყველა სამსახურის უნიფორმამაც. განხორციელდა დროებითი მოთავსების იზოლატორების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით. დროებითი მოთავსების ყველა იზოლატორში დამონტაჟდა ვიდეო კონტროლის სისტემები. თანამშრომლები კი ტრენინგებს გადიან სხვადასხვა მიმართულებით. მიმდინარეობს მუშაობა 112-ში მომუშავე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის სამუშაო პირობების გაუმჯობესებაზე. ეფექტური მუშაობისთვის ოპერატიულ სამორიგეო სამსახური თანამედროვე ვიდეო კედლით და უახლესი მოდელის სერვერით აღიჭურვა. ასევე მიმდინარე წლის დასაწყისში ამოქმედდა გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზი 126, რომელზეც ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია დარეკოს და ინფორმაცია სამართალდამცავების კანონდარღვევების შესახებ გენერალურ ინსპექციას მიაწოდოს. ვემსახურებით საქართველოს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.